ძალიან ხშირად რასაც ვაკეთებთ არის აი ეს წინააღმდეგობა, რასაც ვიწყებთ ხოლმე, ხო? ანუ შინაგანი პროცესი რაც დაიწყო, იქნება ეს ფოთვა, წინააღმდეგობა, თუ ნებისმიერი ემოცია ვიწყებთ ამასთან ბრძოლას. და ყოველთვის როცა შიგნით რაღაცას ვებრძვით, არის აი ეს დაძაბულობა, რასაც ვქნით. პირველი ნაბიჯი ყოველთვის არის რომ ცოტა ხნით გაჩერდე და მოусმინო რაზეა ეს ყველაფერი. ანუ იქ ცვლილება არის რაღაც სტრესი შემოვიდა, თუ დაძაბულობა შემოვიდა, ან შიში ვიგრძენი. ბუნებრივი რეაქცია არის, რომ ეს ემოცია არ მქონდეს, თითქოს მინდა რომ გავთავისუფლდე ამისგან. ამიტომ პირველი ყველაზე მარტივი ნაბიჯი არის უბრალოდ შეამჩნიო და არ შეეწინააღმდეგო, იმიტომ რომ ძალიან კარგად თქვი და დააკვირდი ხო, რომ როგორც კი წინააღმდეგობას ამცირებ, ხელი იწყებს მოდუნებას და მერე გიჩნდება სივრცე, რომ იმუშაო იმაზე, რაც შიგნით ხდება, მაგრამ თუ თავიდანვე ბრძოლას ვიწყებ, უკვე ძალიან დიდი ფსიქიკური ენერგია მეხარჯება ამ ბრძოლაში და მე უბრალოდ რესურსი აღარ მრჩება, ან ძალიან ცოტა მრჩება იმისთვის, რომ რაღაც გავუკეთო აი ამ ჩემ შინაგან მდგომარეობას და ემოციას. ამიტომ პირველი ნაბიჯი არის, რომ არ ვებრძვით ჩვენს თავს.